14 ნოემბერი დიაბეტის მსოფლიო დღე გახლავთ მთელი პროგრესული კაცობრიობისთვის. ეს არის უმნიშვნელოვანესი შეხსენება, რომ შაქრიანი დიაბეტი საზოგადოებრივი ჯანდაცვის მნიშვნელოვანი პრობლემაა და მისმა გავრცელებისდამ უკვე სტაბილურად დამამძიმებელი ხასიათი მიიღო. საქართველოს უნივერსიტეტი, კონკრეტულად კი ჯანმრთელობის მეცნიერების სკოლა და ამ სკოლის ხელმძღვანელობით დიაბეტის მსოფლიო დღის აღნიშვნას უერთდება და 13 ნოემბერს მგვალი მაგიდის ფორმატში შეხვედრა დისკუსიასაც მართავს. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ პროფესორები, დარგის სპეციალისტები, მკვლევრები, რომლებიც მოხსენებებს წარადგენენ. პარალელურად გაიმართება სკრინინგი, სისხლში შაქრის დონის განსაზღვრა, როგორც შეხვედრაში მონაწილეების, ასევე ლექტორებისა და სტუდენტებისთვის. 2024-26 წლების დიაბეტის მსოფლიო დღის თემაა დიაბეტი და კეთილდღეობა. 2025 წლის კამპანია უზრუნველყოფს გლობალურ პლატფორმას შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანებისთვის, ენდოკრინოლოგებისთვის, ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის, მედიისთვის, საზოგადოებისა და სამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რათა გაზარდონ დიაბეტის შესახებ ცნობიერება და გააუმჯობესონ დიაბეტის მქონე ადამიანების ცხოვრება. საქართველოს უნივერსიტეტში მიმდინარეობს დიაბეტის მსოფლიო დღის აღნიშვნა, რომელიც ტარდება გლობალური ჯანმრთელობის და ევროპული კვლევების ინსტიტუტში, ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის მონაწილეობით. ჩვენ ამ დღეს აღნიშნავთ სკრინინგით, გვაქვს მგვალი მაგიდა, სადაც ჩვენი პროფესიონალები იმსჯელებენ ამ პრობლემის გარშემო, რამე თუ ის სოციალიზირებულია ძალიან პრობლემა, ანუ მისი პროფილაქტიკა დევს ჩვენი სამუშაო გარემოებისა და ჩვენი ცხოვრების წესის სივრცეში. საქართველოს უნივერსიტეტში ჩვენ აღნიშნავთ დიაბეტის მსოფლიო დღეს. მოგესალმებით 14 ნოემბერი გახლავთ დიაბეტის მსოფლიო დღე, რომელიც აღინიშნება მთელ მსოფლიოში. მოყოლებული 1991 წლიდან და ეს დღე უკავშირდება ინსულინის აღმომჩენის კანადელი მეცნიერის დაბადების დღეს. საქართველოს უნივერსიტეტში და ინსტიტუტში, რომელსაც ჰქვია გლობალური და ევროპული განათლებისა და კვლევების ინსტიტუტი, ტარდება ასეთი სემინარი. უბრალოდ მრგვალი მაგიდა დისკუსიით, სადაც მონაწილეობენ წამყვანი ექიმები საქართველოს უნივერსიტეტის, ასევე მოწვეული ჩვენი კოლეგები, სადაც იქნება ერთი მოხსენება დიაბეტთან დაკავშირებით, რა სიახლეებია, რა ინოვაციებია, რას ველით 21 საუკუნეში, რა გვექნება, რომ უკეთესად იმართოს ეს დაავადება. დღევანდელი ჩვენი შეხვედრა საქართველოს უნივერსიტეტში მიეძღვნა დიაბეტის საერთაშორისო დღეს და ისეთ მნიშვნელოვან არაგადამდებელ დაავადებას, როგორიც არის შაქრიანი დიაბეტი, მისი გართულებები, მართვა, პრევენცია, რისკ ფაქტორები. დღეს ჩვენ ვისაუბრეთ დიაბეტის საერთაშორისო დღეზე, რომლის ძირითადი თემა არის დიაბეტი და კეთილდღეობა, წლევანდელი წლის თემა და ჯანსაღი ცხოვრება.